დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას. პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღეს 3 მარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. რასაკვირველია, ყველა ულოცავს საკუთარ დედას ამ განსაკუთრებულ დღეს და რეალურად ეს დღე სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ თარიღი იმისთვის, რომ დღეს მოვახერხოთ სწორედ საბაბით და არა მიზეზით დედებს მივეფეროთ და მიულოცოთ. თუმცა თითოეული ჩვენგანი არის შვილი. და თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც შვილისთვის, დედა არის ყველაზე მთავარი ადამიანი, თუ არა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ყველაფერს ცვლის ჩვენთვის და ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ თითოეული ჩვენგანისთვის არის ეს დღესასწაული. თითოეული ჩვენგანისთვის არის ეს დღე განსაკუთრებით ძვირფასი. და თუ გავითვალისწინებთ, რომ დედასთან ურთიერთობა, ჩვენი ფსიქოემოციური ბმა, მიჯაჭვულობა მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება. რასაკვირველია, საკმაოდ გრძელია ეს რეტროსპექტივა, რომელიც ჩვენ დედასთან გვაკავშირებს. ჩვენი ურთიერთობა სიცოცხლის პირველივე წუთებით თუ გადავთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სიცოცხლის ყველა დანარჩენ ეტაპზე და ეს არ არის უბრალოდ დაპურება, გამოკვება, საზრდოს მოწოდება. ეს არის სიყვარულის გაზიარება, იმ სიყვარულისა, რომელიც მაგალითად ბუნებრივი კვების პროცესში იმუნური დაცვისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანტისხეულებით გვამარაგებს, მზაჯარისკაცებით, რომელიც გვიცავს სხვადასხვა რთულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენთვის აუცილებელი საკვები, როგორც ენერგიის, ასევე შემადგენლობის თვალსაზრისით. ეს არის განსაკუთრებული ურთიერთობა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ყველაზე უცნაური მოლეკულები შევითვისოთ და არასდროს მოხდება მსგავსი რამ ჩვენ ცხოვრებაში შემდეგ. ეს არის ყველაზე სტერილური საკვები, ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობის საკვები, რომელსაც დედა გვაწვდის. და რაც მთავარია, ჩვენ ასეთ შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, პოულობთ იმ განსაკუთრებულ საფრთხეობას, რომელიც დედასთან გვაკავშირებს და იმ ფსიქოემოციურ მიჯაჭვულობას, რომელიც მთელი ცხოვრება გვასაზრდოებს. და ასეთ შემთხვევაში გვახსენდება, რომ აუცილებლად დგება ეტაპი, როდესაც ჩვენი შვილები ზრუნავენ უკვე ჩვენზე. როდესაც ჩვენი შვილები გვიმზადებენ ჩვენ საუზმეს, როდესაც ჩვენი შვილები გვაპურებენ და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს მხოლოდ მეცნიერება ამ ემდა გაგახსენოთ სიახლე, რომელიც სულ ახლახან გაგიზიარეთ Nature Communications-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, დედაშვილს შორის ბუნებრივი კვების დროს განსაკუთრებული უხილავი კავშირი მყარდება არა მხოლოდ ფსიქოემოციურ დონეზე, არამედ ბაქტერიების დონეზე. და აღმოჩნდა, რომ დედა რძესთან ერთად შვილებს ბაქტერიებს უნაწილებს, უზიარებს იმ ბაქტერიებს, რომელიც ამ პროდუქტების მონელებაში ეხმარება. უფრო მეტიც, ახალშობილი დედას უნაწილებს პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს, რომელიც ერთი შეხედვით დედის რძეში არ უნდა იყოს, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნამდვილად არის, იმიტომ რომ სწორედ ნაყოფის, ახალშობილის, უფრო სწორედ ახალშობილის ჩვილის პირის ღრუდან გადასული ბაქტერიები, რომელიც სარძევი ჯირკვლის სადინრებით ქალის ორგანიზმში ხვდება, ისევ პატარას უბრუნდება და ასეთ შემთხვევაში აი ეს ნაკრები ბაქტერიებისა მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ დედასა და შვილს შორის მუდმივი კავშირი არსებობს და მათ საზიარო აქვთ ბაქტერიებიც კი. აღარაფერს ვამბობ იმ ზრუნვაზე, რომელზედაც წეღან მოგახსენეთ. დიახ, დგება მომენტი, როდესაც უკვე ჩვენი შვილები ზრუნავენ ჩვენზე. ჩვენ გვიმზადებენ საუზმეს და სწორედ ჩვენი შვილები გვასწავლიან იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საზრდო, რა თქმა უნდა, არის სიყვარული. ის სიყვარული, რომელიც ჩვენ მათ გაუზიარეთ და რომლითაც შემდეგ ყველა ეტაპს მათთან ერთად ცხოვრებისას გავდივართ. როგორი შეიძლება იყოს კვებითი შუქნიშანი, სადღესასწაულო და რატომ დავტოვებ ამ კომენტარების გარეშე, ტრადიციული კომენტარების გარეშე იმ განსაკუთრებულ საუზმეს, რომელსაც შვილები დღეს მშობლებისთვის მოამზადებენ, მე ვფიქრობ ყველასთვის გასაგებია და ამას ყველანი ერთად ნახავთ ლუკა ფანქველაშვილის სადღესასწაულო სიუჟეტებში. ოჩაღი მყავს. მე ვარ თინა გონაშვილი და ვარ 6 წლის. ნინო ბახტაძე, ვარ თინა გონაშვილის დედა. დავით ჩხაიძე 8 წლის. თეა ჯალაღონია, ვარ დავით ჩხაიძის მშობელი.
ხანდახან ძალიან მარუკვებები ჯანსაღად, მაგრამ დედა დილით მიკეთებს ფაფას. ახლა კარგი ჭამელი ვარ, მაგრამ ადრე არ ვიყავი. რას მოამზადებს ჩემთვის? სავარაუდოდ გამიკეთებს, ალბათ ყავას გამიკეთებს და ტოსტს გამიკეთებს. ჩემი აზრით მოამზადებს სალატს. გაამართლებს ჩემს მოლოდინებს და შეეცდება რომ მოამზადოს ჯანსაღი საუზმე. აქ იმიტოდებს ეს პროდუქტები, რომ ჩვენ დედების დღეებზე გავამზადოთ რამე კაი საუზმე. ან რამე საჭმელი. ავიღოთ სალატის ფოთოლი, კვერცხი, კიტრი, პამიდორი, ვაშლი, პორტოხალი, ბულგარული. ეს კვერცხი როგორც მე ვიცი, დაკავარჩიოთ ასე. დავიტოვოთ. და ახლა ამ მხრიდან ჩავარჯოთ. და აი ასეთი გული გამოგვივიდა. და ეს ჩვენი ლამაზი გული ჩავდოთ ჯუაში. ავა უყვარს და ჩავხოთ ჭიქაში ყავა. და რას გაუკეთებ დილით, რა უყვარს დედას რომ მიირთვას? ყავა. იდენ? ვაშალი უყვარს, კარაქიანი პური უყვარს და მეტი არაფერი. ვაშალს დავჭრი. კარგია. და ჩვენ აგიხსნა მე თვალებს ხელი იპარე. კარგი? კარგი. მე მოგემზადე დედობის დღისთვის უმგამრიელესი საუზმე. თვალებს ხელი აიფარე. არ გამოიწვიდა. გაახილი? რა ლამაზია თინა, ყოჩახ. ძალიან საინტერესოა. გული პოლისთან გამოუჭრე. შენ გააკეთე? კი. პოლისთან გამოუჭრე. ნახე, ხილი და ბოსტნეული და ეს ყავა. თინა. ძალიან მომეწონა თინას მომზადებული საუზმე. ნამდვილად ველოდი და ვფიქრობდი, რომ ზუსტად ესე ჯანსაღ საუზმეს მოამზადებდა და ძალიან დიდი მადლობა თინა. არაფერს. რომაგარი რამე მადლობა. შენ გააკეთე? ყოჩახ, მადლობა დიდი, რა იცოდი რომ მიყვარდა. რომ მეტნაკლებად აი ფუნთუშას არ ველოდე. დანარჩენს ყველაფერს ველოდე. ყოჩახ. კარგად მიცნობს ჩემი შვილი. გილოცავ დედის დღეს. გული ხადე? მიყვარხარ. გილოცავ დედების დღეს. დიდი მადლობა თინა. მიყვარხარ. მეცდე. მშობიარობა არის განსაკუთრებული ფაზა ქალის ცხოვრებაში. დედობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა ქალის ცხოვრებაში და როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, არასდროს ქალი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო მშობიარობამდე. აღარასდროს იქნება ქალი ისეთი, როგორც იყო მაგალითად დედობამდე და აი ასეთ შემთხვევაში პირველად ხდება დედა ქალბატონი თუ განმეორებით, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული მდგომარეობა და ყველაფერი განსხვავებული შეიძლება იყოს, მაგრამ არის საერთო კანონზომიერება, რომლის გათვალისწინებაც აუცილებლად გვჭირდება. ამაზე ნაკლებად ფიქრობს საზოგადოება, თუმცა მნიშვნელოვანია ამაზე ვისაუბროთ დღეს, თუ არა დღეს, აბა როდის და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მიან გინეკოლოგი ქალბატონი მაკაჩიკოვანი. მაკადილამშვიდობისა. ილოცავთ დედის დღეს და მე განსაკუთრებული სიყვარულით მინდა ვახსენო ნაბოლარა ოჯახში, იმიტომ რომ ჩვენს გადაცემაში სტუმრობისას თქვენ ჯერ კიდევ არ იცოდით ამის შესახებ, თუმცა შობასთან დაკავშირებით იყავით სტუმრად და სტუმრად იყვნენ ჩვენი კოლეგები
რომლებიც მომლოდინე დედის ფაზაში იმყოფებოდნენ და სწორედ ჩვენი გადაცემიდან წასვლის შემდეგ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ ელოდებით მესამეს და განსაკუთრებით მიყვარს ეს ფაქტი, იმიტომ რომ გონია რომ ჩვენი ოჯახი, ჩვენი გადაცემის შვილია ეს პატარა და განსაკუთრებული ისტორია. მაგრამ რა ხდება ქალის ორგანიზმში ისეთი მშობიარობის მერე, როდესაც ჩვენ ვამბობთ ცვლილებებზე, დედობასთან ასოცირებულ ცვლილებებზე, რომელიც მთლიანად აშორებს ქალს მანამდე არსებულ ორგანიზმთან, მის ცხოვრებასთან და ასე შემდეგ. თვითონ მშობიარობა ძალიან ისეთი, ვამბობთ ხოლმე, რომ დედობა ამაღელვებელი მომენტიაო და ნამდვილად ამაღელვებელია ყველა მისი კონტექსტით. ესე იგი, მშობიარობის შემდგომ ერთი რომ ვითარდება ფიზიოლოგიური ცვლილებები, რასაც ყველა ქალი გასდის და შესაბამისად მშობიარობის შემდგომ პერიოდს, როდესაც გულისხმობთ განსაკუთრებულად იმ პირველ 12 კვირას, რომლის დროსაც ეს ცვლილებები ვითარდება. ერთი მომენტი არის, როგორც უკვე ვთქვით, ეს ფიზიოლოგიური, ფიზიკური ცვლილებები და მეორე მომენტია ის ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელსაც ქალი განიცდის მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ეს რა თქმა უნდა თვითონ დამოკიდებულია მშობიარობის პროცესეც. თუ როგორ დაინახავს ქალი ამ მშობიარობის პროცესს და შესაბამისად აღმოჩნდა რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს, როგორ მიიღებს ერთი მშობიარობას და მეორე მშობიარობის შემდგომ პროცესს და ეს დამოკიდებულია არა მარტო თვითონ ქალზე, არამედ გარემოზე, ოჯახის წევრებზე, იმ დაუშვათ სტრესზე, რომელიც შეიძლება ქალს ჰქონდეს გარემო ფაქტორებისგან მიღებული. თვითონ რო ჩავშალოთ ფიზიკური ცვლილებები და დაუშვათ აი ეს ფსიქოემოციური ცვლილებები, რასაც ქალი განიცდის მშობიარობის შემდეგ. ესე იგი, ის როგორც ვახსენეთ, ფიზიკურ ცვლილებებს გადის ყველა ქალი. ანუ რაც შეიცვალა ორსულობის დროს, შესაბამისად, ნელ-ნელა უბრუნდება ნორმას. პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება ვითარდება 6-8 კვირის მანძილზე და შემდგომ უკვე ძირითადი ცვლილებები ასევე ვითარდება 12 კვირის შემდეგ და სწორედ ამიტომ ეს პირველ 12 კვირას მშობიარობის შემდგომ პერიოდს ვეძახით. რა თქმა უნდა, მიჩნეულია, რომ 12 კვირის შემდეგაც გარკვეულ ადაპტაციას და ნორმასთან დაბრუნებას გადის ქალი და ამიტომ დღესდღეობით ითვლება, რომ მშობიარობის შემდგომი პერიოდი მთელი 12 თვეც კი გაგრძელდეს. აი მაგალითად მენსტრუალური ციკლის აღდგენა ცოტა მოგვიანებითაც შეიძლება მოხდეს და სწორედ ამიტომ ცოტა უფრო ხანგრძლივ პერიოდსაც კი მოიაზრებს მშობიარობის შემდგომი ეს პერიოდი. ის ცვლილებები რაც ვითარდება ახლა ფიზიკურად ქალის ორგანიზმში არის, რომ პირველ რიგში ანუ იწყებს ზრდას მკერდი და გარკვეული დისკომფორტიც არის, იმიტომ რომ მასში დგება უამრავი რძე, ესე იგი გავრძის ძუძუს გადავსება, რომელიც მტკივნეულია, დისკომფორტის მომგვრელია, რაღაცა ახალია ქალისთვის და შესაბამისად გარკვეულად აი ეს ტკივილი, დისკომფორტი, ეს პროცესი, რომელსაც ის არ იცნობს ჯერ კიდეს ქალბატონი, ესეთია სტრესის მომგვრელია ქალისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ძუძუტკვებაზე საუბარი ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში ქონდეს, რომ ქალი ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად ვერა, მაგრამ ფსიქოლოგიურად მაინც შეემზადოს ამ მნიშვნელოვანი პროცესისთვის. მნიშვნელოვანი ასევე გვეკითხებიან წონას როდის დავიკლებ, იმიტომ რომ წონა მნიშვნელოვანი ისეთია, კრიტიკულია ხშირად ქალისთვის და პრაქტიკულად პირველი 12 კვირის მანძილზე ქალბატონი 6-8 კილოგრამს იკლებს და შემდგომ უკვე წონის კლება ნელ-ნელა ხდება და ის უბრუნდება საწყის წონას. გარდა ამ ცვლილებებისა არის ის, რომ საშვილოსნო, რომელიც გაიზარდა ორსულობის პერიოდში, მცირდება ზომაში, რაც იწვევს გარკვეულად მუცლის ტკივილს ძუძუსკვების დროს განსაკუთრებით და შესაბამისად ეს დისკომფორტი ასევე აძლიერებს აი ამ ქალის ესე ვთქვათ, აი ამ ემოციურ განწყობას. ეხლა ემოციებს რაც შეეხება, აღმოჩნდა, რომ ქალების დაახლოებით 75-80% მშობიარობის შემდეგ 2 კვირის მანძილზე განიცდის აი ამ მშობიარობის შემდგომ ბლუს, რასაც ვეძახით, ანუ ამ გუნება განწყობილების ცვლილებას და გამოიხატება რა უმიზეზო ტირილში, უმიზეზო თუნდაც სიცილში, ძილიანობაში, დაღლილობაში, არა აქვს სურვილი, რომ რაღაცა ფიზიკური აქტივობა შეასრულონ. ხანდახან სამწუხაროდ დაახლოებით 16%-ში მშობიარობის შემდგომ ხდება ისე, რომ ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ მშობიარობის შემდგომი ბლუზით და მშობიარობის შემდგომი დეპრესია ვითარდება, რომელსაც სწორი იდენტიფიკაცია და მკურნალობა ესაჭიროება. ვინაიდან ეს არის ისეთი რთული მდგომარეობა, როდესაც დაუშვათ ქალს არ აქვს სურვილი, რომ მიხედოს ბავშვს, მოუაროს
საქართველოს ბავშვს და ხშირად პაციენტები, როდესაც უკვე მოდიან მოგვიანებით ვიზიტზე, ყვებიან, რომ აი არ ქონდა ბავშვთან კომუნიკაციის სურვილი და მხოლოდ მაშინ მოიკითხა, აბა როგორ არის ჩემი შვილიო, როდესაც აი ამ დეპრესიამ გაუარა. ამიტომ ეს ისეთი დასაიდენტიფიცირებელია თავისთავად თვითონ პაციენტის მიერაც და რა თქმა უნდა სერიოზული საკითხია ეს არ არის ის საკითხი რომელიც უგულებელ ყოფილი უნდა იყოს. დიახ, პრაქტიკულად, როდესაც ქალი მიდის მშობიარობის შემდგომ შეფასებაზე ექიმთან, ეს არის ის საკითხი, რომელიც აუცილებელ ჩექლისტში გვაქვს, ესე ვთქვათ, ანუ გასავლელია, რომ აბა რამდენად გრძნობს ის თავს, რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური გასინჯვის დროსაც ამჩნევ პაციენტს თუ როგორ იქცევა, მაგრამ არის გარკვეული კითხვები, რომელსაც უსვამთ მშობიარობის შემდგომ ქალბატონს, ანუ ნამშობიარებ ქალბატონს, რომ არ გამოგრჩეს აი ეს მომენტი, ანუ ეს დიაგნოზი მშობიარობის შემდგომი დეპრესიას, რომელსაც თავისი მთელი შემდგომ უკვე კითხვარებით უნდა გაშალო და დაადიაგნოზო. აღმოჩნდა, რომ ერთხელ დეპრესია გენეტიკური განწყობა ახასიათებს სამწუხაროდ კი არის, როგორც ვახსენეთ, უამრავ ფაქტორზე დამოკიდებული, მაგრამ თუ ერთხელ ქონდა ქალს დეპრესია, მას აქვს რისკი, რომ განმეორებით მშობიარობის დროსაც განუვითარდეს დეპრესია და ხშირად, როდესაც აი პაციენტი მოდის და დაუშვათ გეუბნება, რომ კი უნდა ორსულობა, მაგრამ ჯერ ამისთვის მზად არ არის, რომ ჩაეძიები მიზეზებს. აქ ხშირად არის ის, რომ ან ცუდად ახსოვს მშობიარობა და შესაბამისად ცუდად დარჩა უარყოფით ემოციად დარჩა მშობიარობა და ამის გამო არ უნდა, ან მეორე, აი ეს დეპრესია აშინებს, რომელიც ძალიან ისე მძიმედ გადაიტანა, რთულად გადაიტანა და ამის გამო აი ეს დედობის სიხარული, რასაც ვამბობ, მშობიარობის შემდგომ პერიოდში არ გაუგია. და სწორედ არის უამრავი სხვადასხვა დამხმარე საშუალება, მედიკამენტოზურიც და არამედიკამენტოზურიც, რომ აი ეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია დროულად გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ მას. ჩვენ გვაქვს საშუალება ოჯახურ ცხოვრებას შევავლოთ თვალი, იქ სადაც ბევრი ბავშვია ერთად და ჩვენი საუბარი სწორედ ამ მიმართულებით მინდა მე გავაგრძელო ქრისტის შანავას სიუჟეტი რუბრიკიდან ოჯახი. დედმამიშვილი ერთმანეთის ხიდია. უფროსი დედმამიშვილი მით უმეტეს პატარებს ყოველთვის გზას გაუკვალავს და ყოველთვის იქნება მის უკან აღმართული მთა, რომელიც შეიძლება ვერც შენიშნოს და არც დაანახოს დედმამიშვილმა, მაგრამ სულ ექნება ეს დახმარების ხელი. მე ვარ ჟოზეფინა ჩიხლაძე, 44 წლის, 5 შვილის დედა. როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც ესე სულ ჯრიამულია და მხიარულება. უფროსი ვაჟი გახლავთ ლუკა, 14 წლის არის, ძალიან უყვარს სპორტი, ეხლა რობოტიკაზე სწავლობს. შემდეგ არის ლილე. ლილეც თეატრალურზე დადის, ინგლისურ-ქართულ ენაზე 13-ის გახდება ეხლა მალე. სესილი 10 წლის არის, ძალიან გონიერი ბავშვია და ყოჩაღია. შეიძლება ითქვას ყველაფერში. მერე მოდის მედია არის 7 წლის და ლელო არის 4 წლის, ბაღში დადის და ცელქია ცოტა. ჩვენ შემთხვევაში არ ყავდა 3 წელი რაღაც მიზეზების გამო და შემდეგ მრავალგზის დედა გავხდი, ესე რომ ვთქვათ და ძალიან მადლიერი ვარ. სიცოცხლეს ჩუქნი, ახალს ქმნი. ფაქტიურად ამაზე დიდი რა უნდა იყოს სასწაული, რომ სიცოცხლეს ბადებ. სიმრავლე ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ყველა ოჯახში როგორც ჩვენთანაც ისევე არის რთული დღეები, კარგი დღეები, მაგრამ ვცდილობთ, რომ უფრო მეტად ღიმლით შევხვდეთ ამ სირთულეებსაც. ოპტიმისტი ვარ, ზოგადად ცხოვრებაში ვარ ოპტიმისტი და ეს მეხმარება ალბათ ამ ყველაფრის გადატანაში. დედაც ძალიან ისეთი ძლიერი ქალბატონი მყავს. ბებოს გაზრდილი ვარ, აღზრდა არის ძირითადად და ვცდილობ, რომ ჩემ ბავშვებზეც ეს სითბო და სიყვარული გადავიტანო. დრო გამოიყენო სათანადოდ. ანუ არ დაკარგონ დრო და ეცადონ, რომ ყველაფერი ისწავლონ, რაც შეიძლება რომ გამოადგეთ ცხოვრებაში. და როგორ ფიქრობთ, რა არის ის მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც უნდა ითვისონ? პირველ რიგში ადამიანობა არ უნდა დაკარგონ, რაც არ უნდა იყოს. მე თავისით მოვა ყველაფერი. დრო იყო სწავლობდი სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინზე. მე გავაგრძელე ხატვა, ვაკეთებდი აქსესუარებსაც, თექაზე შევისწავლე მუშაობა.
ვაკეთებდი ჩანთებს, ხუდებს. ფიქრობ, რომ აუცილებელი არ გაჩერდე და უფრო განვითარდე. არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროს აირჩევ, მთავარია ეცადო იყო მონდომებული და შენთვის იყო საყვარელი საქმე და წარმატება თავისით მოვა. დედა პირველ რიგში არის ალბათ ყველაფერი იმ მხრივ, რომ დავიწყოთ დედა ეს სად არის, დედა ის სად არის. იმედი არის ოჯახში ბავშვები რომ მოდიან პირველი დედამშია, გაიძახიან, სითბო, ღიმილი, ყველაფერი ეს დედას ყოველ შემთხვევაში ევალება კიდეც, რომ იყოს ბედნიერი. ბავშვებისთვისაც, თავისთვისაც პირველ რიგში და რა თქმა უნდა მეუღლისთვის, ოჯახისთვის და მინდა რომ ყველა დედა იყოს ბედნიერი, პირველ რიგში თავისთვის და აუცილებლად გარშემო სამყარო უკვე მის თვალწინაც გაბედნიერდება და ყველა. დამეთანხმებით არაფერი უხდება დღევანდელ გადაცემას ისე როგორც ბავშვებით აშრიამულებული ოჯახი და მრავალშვილიანობა, როგორც სიხარული, მრავალჯერ დედობა, როგორც უზარმაზარი ბედნიერება. თუმცა ჩვენ დღეს ვცადეთ შეგვეხსენებინა საზოგადოებისათვის, რომ დედობის სიხარულს აქვს თავისი წახნაგები, რომელიც ქალის ჯანმრთელობისათვის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია და საზოგადოებამ ის უნდა გაითვალისწინოს. არის თუ არა მნიშვნელოვანი ის ცვლილებები, რომელზედაც თქვენ საუბრობდით, მაკა, ორჯერ, სამჯერ მშობიარობის შემდეგ. განსხვავებულია ქალი ასეთ შემთხვევაში, ქალი, რომელმაც არა ერთხელ, არამედ ორჯერ, სამჯერ, მრავალჯერ იმშობიარა. ცვლილებები გარკვეულად განსხვავებულია, განსაკუთრებით ემოციურად, იმიტომ რომ პირველი ქალი, როდესაც ქალი პირველად ხდება დედა, ანუ ის ესეთია, ახლის მოლოდინია, განსაკუთრებულად დასტრესილია და არ იცის რას უნდა ელოდოს. და შესაბამისად, აი ეს მოვლის პროცესშიც უფრო ეს ბევრი სიახლე გარკვეულ სტრესს იწვევს და მინდა გითხრათ, რომ აი ეს ემოციური ცვლილებები გაცილებით უფრო მეტად ხდება ხოლმე. გარდა ამისა, ფიზიკურ ცვლილებებშიც არის გარკვეული ცვლილებები, ეს განსხვავება, რომ მშობიარობის შემდგომ განმეორებითი მშობიარობის შემდგომ ქალის საშუალოსნო უფრო დიდია და შესაბამისად შეკუმშვის დროს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება შეკუმშვას და განსაკუთრებით მეორე და მით უფრო მეტად მესამე მშობიარობის შემდეგ ეს შეკუმშვის ტკივილები, რომელიც საშუალოსნო უნდა ზომაში, ანუ შეკუმშოს და ზომაში დააბრუნოს, შესაბამისად უფრო ძლიერად არის გამოხატული და უფრო მეტი დისკომფორტია. ქალებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ახალშობილს, გაცილებით უმარტივდება შესაბამისად განმეორებითი მშობიარობის დროს ჯერ ერთი პროცესი იციან, პოზებს იციან და შესაბამისად უფრო მარტივად ახერხებენ ლაქტაციას განმეორებითი დედები. დანარჩენი ცვლილებები, ესე იგი ფიზიოლოგიური, რომელიც არ მიხსენებია, მაგრამ ასევე გვაქვს, ანუ კანის ცვლილებები ორსულობის პერიოდში მოგეხსენება. ანუ ყველა ორგანოს და სისტემას. აბსოლუტურად, დიახ, ორსულობის პერიოდში ყველა ორგანო და სისტემა იწყებს ცვლილებას და შესაბამისად შემდგომ უკვე დაბრუნებას. კანზე ანუ ის სტრიები, რომელიც ორსულობის პერიოდში წარმოიქმნა და განსაკუთრებით ეს წარმოიქმნება პირველი ორსულობის დროს, ვინაიდან პირველი გაჭიმვა ხდება და განმეორებითის დროს უფრო ნაკლებად ხდება ამის ხელახალი წარმოქმნა, ის სტრიები ნელ-ნელა გაფერფთალდება, იმიტომ რომ თავიდან ვარდისფერია, მერე გაფერფთალებულ რაღაც მარმარილოსებრ შეფერილობას იღებს. და მშობიარობის შემდეგ ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის თმის ცვენა და შესაბამისად კიბნეული ქალბატონებისთვის ნამდვილად, მაგრამ როდესაც ვეუბნებით, რომ ეს ესეთი გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესია, რომ ესე ვთქვათ, თმა უნდა განახლდეს, იმიტომ რომ ის უნდა გადავიდეს იმ ფაზაში, როდესაც ორსულობის პერიოდში გადადის ფაზაში, როდესაც ის იზრდება და არცვივა და სწორედ აი ეს ახალი თმა წარმოქმნილი, რომელიც ხოთაშორის ორსულობის დროს მარტო თავზე არ იზრდება, სხეულზეც იზრდება, ვეუბნებით, რომ ეს ამ პროცესის შედეგად, ცვენის შედეგად ის სხეულზე ახალ წარმოქმნილი თმაც უნდა დასცვიდეს, მაგრამ ამას სამწუხაროდ მიყვება სკალპზე არსებული თმაც, რაც დაუშვათ პაციენტისთვის უფრო მეტად რა თქმა უნდა მტკივნეულია და ვეუბნებით, რომ შესაბამისად უნდა მოვერგოთ იმ ნუტრიენტებით, ვიტამინების დამატებით, კვებით ხელშეწყობით, რომ მაქსიმალურად ქალმა თავისი მხრიდან გააკეთოს თმის ცვენის პრევენცია. თუმცა ის რაც ფიზიოლოგიურად არის ჩადებული, ის აუცილებლად თავისი, ესე ვთქვათ, მიმდინარეობით წავა.
ასე რომ და ემოციებსაც რაც შეეხება ორსულობის შემდეგ განმეორებით დედებში, შესაბამისად უფრო ნაკლებია, თუმცა ამ დედების საზრუნავი უფრო მეტია, როდესაც უკვე მრავალშვილიანი ოჯახია, გინდა არ გინდა მაინც ყურადღება უფრო ნაკლებად აქვთ ხოლმე, უფრო მარტივად უყურებენ ესე ვთქვათ ყველაფერს და ორსულობის გამოცდილება დიახ და უფრო ესეთია ნაკლებად დაასტრესილი და დაძაბულები არიან ისინი ბავშვის მოვლის დროს. თუმცა იმისთვის რომ დავასრულოთ დღევანდელი საუბარი, ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ მთავარ კითხვას, რომელთაც დღეს დავიწყეთ. რა თქმა უნდა, დედობისთვის მზადება ნებისმიერი ქალისთვის მნიშვნელოვანი ფაზაა ცხოვრებაში. დედობა არის ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც სირთულეებითაც და სიხარულითაც ქალისთვის შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზედაც მან შეიძლება ოდესმე ილაპარაკოს, გაამჟღავნოს ან არ გაამჟღავნოს. თუმცა, როდესაც ჩვენ შევამოწმებთ, მაშინაც კი, როდესაც მშობიარობის შემდეგ ქალის ორგანიზმი ცვლილებების მიუხედავად დაუბრუნდა თითქოს ნორმალურ პარამეტრებს, ნამშობიარები ქარი და არანამშობიარები ქარი. ეს ორი განსხვავებული მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ეს ორი განსხვავებული მდგომარეობა ფიზიკური კუთხითაც, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ ნამშობიარობელი ქალის საშვილოსნო, საშო, მენჯი, ანუ მთელი ეს კუნთოვანი სისტემა ისეთი აღარასოდეს აღარ იქნება, როგორიც იყო მშობიარობამდე. ისევე როგორც ემოცია, რომელიც მოაქვს დედობას, აი ეს კავშირი, რომელიც ტვინს ის ერთავს, რომ აი ეს ბონდინგი, რასაც ვამბობთ, რომ სრულიად სხვა იმაზე ყავს ემპათიურობა განსხვავებული, ანუ მადა დიახ, ეს ემპათიურობა მთლიანად ესე ვთქვათ, განსხვავებულ გადატვირთვას აკეთებს ქალის ორგანიზმში მშობიარობის შემდეგ. შესაბამისად, ეს სრულიად ორი განსხვავებული ადამიანს ვიღებთ ხოლმე იგივე სახელით და გვარით. შესაძლოა მსგავსი აღქმა აქვს საზოგადოებას, რომ იგივე ქალია, იგივე წონით კატეგორიაში, იგივე პარამეტრებით, მაგრამ ეს ორი განსხვავებული მდგომარეობა. ფიზიკურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად და ჰორმონალურად და სოციალურადაც კი ბატონო. მაგა ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მეან გინეკოლოგი ქალბატონი მაკა ჩიქოვანი. მე არ გემშვიდობებით, წინ კიდევ ერთი კვებით შუქნიშანი გველოდება ლუკა ფანქველაშვილის მიერ მომზადებული, ანუ სიყვარულით სავსე ისტორია და სიყვარულით სავსე საზრდო დედიკოსთვის მომზადებული საუზმე, რომელსაც რასაკვირველია ამჯერადაც უკომენტაროთ დავტოვებ. მე ვარ დანიელ კარბაია და ვარ 10 წლის. სალომე კერესელიძე, დანიელ კარბაიას დედა. მე ვარ დემნა ლუთოდიანი, ვარ 12 წლის. მე ვარ ცოტნე ლუთოდიანი და ვარ 9 წლის. თამარ დათაშვილი, ვარ ცოტნეს და დემნას დედა. თითქმის ყოველთვის ყველაფერს ჭამრასაც მიკეთებს საკმაოდ ბევრს. დილით ზოგჯერ მე ვაკეთებ ხოლმე საჭმელს. ომლეტს ამზადებს ძალიან ხშირად სახლში. გამოიყენებს კვერცხს, პომიდორს, სალათის ფურცელსაც სავარაუდოდ, რადგან ახლა აქ სავარაუდოდ ვერ შეწვავს. უფრო სენდვიჩს მოამზადებს ალბათ. და ჩვენ გვუკეთებთ ხოლმე წუნიანს, ან ხანდახან ჩემთან და ჩემი აკეთებს კვერცხს. არ მიყვარს კვერცხი და ამიტომ არ ჭამ. კიტრი და პამიდურით და სალათის ფურცლით ვიცი რომ მომზადებენ რაღაცა სენდვიჩს ან სალატს, იმიტომ რომ იციან რომ მიყვარს და უპირატესობას ამას ვანიჭებ ხოლმე. მე შავი პური მიყვარს და თუ გაითვალისწინებს ამას, ალბათ შავი პურით მომზადებს სენდვიჩს. ძალიან მაინტერესებს რას მომზადებენ. რას მომზადებ? კვერცხს და სალათს. ახლა გამოვჭრე გულის ფორმის ურს. აი მაგალითად რა გაუხარდებოდა დედას დილით საუზმეზე რომ დაგეხვედრებინა. ომლეტი გაუხარდებოდა. უკეთებ ტოსტ ჯემს, კვერცხს შეჭამს და დაუჭრი კეცს და პამიდორს.
ჯაკეტი შავს მშილის და გულსაც გავუკეთებ არა. შეიძლება ჯამთელი საჭმელი გავაკეთებინა. ეხლა თვალებს აიფრი ხელი. შეიძლება გაახლა. აჰა. რა ლამაზად მოგიმზადებია დე. ჩემი მოლოდინი თითქმის გამართლდა. ერთადერთი ვიფიქრე რომ შავ პურს აირჩევდა, მაგრამ დანარჩენი პომიდორი, კვერცხი, კიტრი ეს გულის ფორმის პური, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია. ძალიან კარგი. ყოჩახ. ჩვენსაც რომ მაქსიმალურად ჯანსაი საჭმელი გავუკეთებინა. გავხილო? იცი? კაი, აი, ყავა გამოვიცანიყო, თქვი ყავას გამიკეთებენ. თან გულია მოუჭრიოთ. ყველი, ხო? ნუ იდეალური საუზმეა მართლა. მოლოდინს გადააჭარბა. მართლა. მადლობა. ილოცოდე და დადის დღეს. მადლობა. როგორი უნდა იყოს კვებითი შუქნიშანი დედების დღეს? რასაკვირველია, მრავალფეროვანი, ტევადი, მრავლისთქმელი. თუმცა საერთო პრინციპების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ თანხმდებით, რომ წონასწორობაა ჩვენი ჯანმრთელობა და შესაბამისად გაწონასწორებული, დაბალანსებული კვება არის ოპტიმალური არჩევანი ზოგადად ადამიანებისთვის, ზოგადად დედებისთვის, თუმცა აქ არის გასათვალისწინებელი რამდენიმე თავისებურება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალბედა დედებზე ვსაუბრობთ, როდესაც ვლაპარაკობ დედებზე, რომელთაც პრაქტიკულად ახალი ეტაპი უნდა დაიწყონ საკუთარ ცხოვრებაში. მელოგინე ქალები. ეს არის ის კატეგორია ქალების, რომელიც რატომღაც ჩვენ საზოგადოებაში ყველაზე უყურადღებოდ რჩება. მიაქციეთ ყურადღება ამ თემას ჩვენ ძალიან ხშირად ვეხებით და მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი. მიყვარს იმიტომ, რომ ვგრძნობ პასუხისმგებლობა. მიყვარს იმიტომ, რომ საზოგადოება სჭირდება შეხსენება. მიყვარს იმიტომ, რომ ეს თემა მაძლევს საშუალებას დამკვიდრებული მითები კიდევ ერთხელ დავამსხვრიოთ და არასწორი წარმოდგენების, არასწორი სტერეოტიპების კიდევ ერთხელ დანახვის შესაძლებლობა მოგცეთ თქვენ და მეც ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრო. მელოგინე ქალი ეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა. მდგომარეობა, რომელიც არ შეედრება არაფერს. წარმოიდგინეთ, ბრძოლა გადახდილი, ერთი მხრივ და ძალიან ბედნიერი, გამარჯვებული ქალი, რომელსაც აქვს უამრავი ფიზიკური, ფსიქოემოციური პრობლემა, შეიძლება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაც უამრავი თავსატეხი და ამავე დროს მან უნდა გააგრძელოს ბრძოლა საკუთარი შვილის სიცოცხლისთვის და ბუნებრივი კვება ასეთ შემთხვევაში ეს არის დამატებითი სამუშაო, რომელსაც ასრულებს ქალის ორგანიზმი და ერთადერთი ამოცანა აქვს საკუთარი შვილის გამოკვება, საკუთარი შვილის ჯანმრთელობისთვის ზრუნვა გრძელვადიან პერსპექტივაში. ასეთ შემთხვევაში მელოგინე ქალის უყურადღებოდ დატოვება პრაქტიკულად ძალიან სახიფათო გახლავთ. არადასწორად ასე ხდება. ორსულობამდე, როდესაც ემზადება ქალი ორსულობისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თვითონაც საკუთარ ჯანმრთელობას და გარშემომყოფები. მშობიარობამდე, ორსულობის დადგომიდან, ეს არის ფაზა, როდესაც ქალი შეიძლება მზრუნველობის ობიექტი აღმოჩნდეს ყველას მხრიდან ერთდროულად. აღარაფერს ვამბობ საკუთარ თავზე. თუმცა არის მდგომარეობები, როდესაც ასე არ ხდება, მაგრამ მოდით ჩვენ სწორედ ასეთ სიტუაციას გადავხედოთ და რა ხდება მშობიარობის შემდეგ. პრაქტიკულად თავიც ავიწყდება ქალს და ქალიც ავიწყდება ოჯახს, იმიტომ რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება პატარა. არა და მელოგინე ქალი ყველაზე მეტ ენერგიას ხარჯავს. მელოგინე ქალს ყველაზე მეტი რესურსი ჭირდება აღდგენისთვის და მათ შორის კვებაში. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს თავსატეხი, რომელიც
უკავშირდება წონის მერყეობას. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობა, როდესაც ქალმა ორსულობის პერიოდში ნამატი შეიძლება სხვაგვარად აღიქვას და გადაწყვიტოს, რომ აუცილებლად მიაქციოს ყურადღება წონას და დაიწყოს პირველივე წუთებიდან წონის შემცირებაზე მუშაობა. კვების შეზღუდვა, ეს გახლავთ ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება ქალისთვისაც და ბავშვისთვისაც. განსაკუთრებით თუ გარშემომყოფების მხრიდან არის ზეწოლა, ნუ მისცემთ მელოგინე ქალებს შენიშვნას, რომ უი, შენ ჯერ კიდევ იმხელა ხარ? ან პირიქით, კიდევ უფრო უსიამოვნო შენიშვნა და მითითება. შენ კიდევ უფრო მოიმატე და ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი შედეგი იმისა, რომ ქალი იკვებება ბავშვის უკეთესად გამოსაკვებად. წონა არის ზუსტად ის არაკორექტული, არასწორი და ძალიან სახიფათო მინიშნება, რაც შეიძლება შევიმჩნიოთ მელოგინე ქალებთან ურთიერთობაში და თავად მელოგინე ქალებს მინდა ვთხოვო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ნუ მოусმეთ ასეთ შენიშვნებს. ნუ მიიტანთ გულთან ახლოს. თქვენ ხართ საოცარი ადამიანები, იმიტომ რომ თქვენ ახალ სიცოცხლეს მიეცით სათავე სულ რამდენიმე დღის წინ. ამიტომ ყველაფერი ამასთან შედარებით არაფერია. გაცილებით მეტი დრო გექნებათ, როდესაც თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, წინ დახედულად დაარეგულირებთ კვებასაც, ფიზიკურ აქტივობასაც და თქვენი ცხოვრების წესსაც. გაითვალისწინეთ, რომ არც ფიზიკური აქტივობაა ის ელემენტი, რომელიც ერთბაშად უნდა გამოიყენოთ და ვერც რეჟიმს მოიწესრიგებთ ერთბაშად, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ თქვენ შვილთან გაშინაურება, მასთან ურთიერთობის აწყობა, სინქრონიზაცია, რომელიც შემდეგ თქვენი ურთიერთობის გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს და მე რა თუ ეს თქვენთვის მეორე ან მესამე შვილია, პირველი შვილის ან წინამორბედი შვილის გამოცდილება შეიძლება სრულიად ფუჭი იყოს და არ გამოგადგეს. ყველა ურთიერთობა არის განსაკუთრებული და დედაშვილი სიცოცხლის პირველივე წუთებიდან კი არა, მუცლად ყოფნიდან აწყობენ ამ სინქრონიზაციას, როდესაც ჩვენი ნაყოფის გულისცემა ჩვენს გულისცემაზე სწორდება. თუ გავითვალისწინებთ სტერეოტიპს, რომელიც უკავშირდება წყლის მოხმარებას. ძალიან ხშირად, როდესაც არის ხოლმე პრობლემები, მაგალითად, ძუძუს გამაგრებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სირთულეები, მაგალითად, ლაქტაციის პროცესის მართვასთან, განსაკუთრებით ახალბედა დედების შემთხვევაში, ურჩევენ, რომ წყალი შეზღუდოს. ურჩევენ, რომ წყალი განსაკუთრებით არ დალიოს ძუძუს წოვების პროცესში. არადა ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. გარწმუნებთ, ეს არის ძალიან არასწორი სტერეოტიპი, საზიანო სტერეოტიპი. ქალს ისაც ბუნებრივი კვების ფაზა გამოუცდია, რამდენად მნიშვნელოვანია ის შეგრძნება, როდესაც ძუძუს წოვების პროცესში განსაკუთრებით წყურია. აი ამ დროს წყლის შეზღუდვა კი არა, თანამედროვე სამედიცინო რეკომენდაციებით მითითებულია, მივაწოდოთ ქალს წყალი, სითხე, რომელიც მას ესიამოვნება. ამიტომ წყლის შეზღუდვა, თუნდაც რძის დიდი რაოდენობით მოწოლის თავიდან ასაცილებლად არის ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება და ყველაზე არასწორი რჩევა, რაც შეიძლება თაობიდან თაობას ოჯახებში გავავრცელოთ და გადავცეთ ახალგაზრდა ქალებს. შესაბამისად, როდესაც არის ხოლმე საუბარი, რომ იმისათვის, რომ სუყე იყოს, მაგალითად, რძე, სასურველია, რომ შაქარი და ტკბილი პროდუქტები მიიღოს ქალებმა, ამას არ დავეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, შევამსუყოთ რძე, ასე არ ხდება. შეიძლება ქალი შეზღუდულ კვებაზე იყოს და მისი რძე თავის შემადგენლობით იყოს მსუყე. ამიტომ რა კი პირდაპირი კავშირი არ არსებობს ასეთ გადაწყვეტილებათა შორის და რძის შემადგენლობა შორის, აუცილებლად განვიხილოთ, რომ ეს არის ზუსტად ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც ყვითელი რისკის ზონა. გავითვალისწინოთ ალკოჰოლის გამოყენების ხალხური რეცეპტები, მაგალითად, რძის სტიმულაციისათვის, ან რძის გაშრობისათვის. ეს არის ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება დედისთვისაც და შვილისთვისაც. მაგალითად, წყალი არ დავლიოთ, მაგრამ წყალი შევაკავოთ ორგანიზმში და ამისთვის მლაშე პროდუქტები მივიღოთ. ესეც არასწორი გადაწყვეტილება გახლავთ, რადგან ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთ დროს წყალი უჯრედში არ შედის. წყალი უჯრედებს შორის გროვდება და შეშუპებას შეუწყობს ხელს და არავითარ შემთხვევაში ორგანიზმის და შესაბამისად ახალშობილის წყლით ადეკვატურ მომარაგებას. ცხიმთან დაკავშირებით ასევე არის გავრცელებული აზრი, რომ აუცილებლად მსუყე უნდა იყოს საკვები იმისათვის, რომ რძე იყოს თავისი შემადგენლობით მსუყე. ისევ ყვითელ ზონას ავირჩევთ იმისთვის, რომ ტრადიციული რისკები შეგახსენოთ. გავრცელებული რეკომენდაცია, რომ შედედებული რძე იქნება ქალისთვის კარგი არჩევანი. მსუყე
კბილი, ყველა კომპონენტით დატვირთული. არავითარ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პროდუქტი, რაც შეიძლება მელოგინე ქალს შესთავაზოთ. ეს არის შაქრით დატვირთული, არანაირი რძე მასში არ არის. ეს არის მრავალგზის პროცესირებული, ანუ ულტრა გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მხოლოდ საზიანო იქნება ქალისთვისაც და ნაყოფისთვისაც ეს ურსულობის ფაზაში და შემდეგ უკვე მშობიარობის შემდეგ მელოგინო ქალისთვისაც და ახალშობილი პატარასთვის ჩვილობის მთელი ფაზის განმავლობაში. მაშინ რა უნდა შევთავაზოთ და რა უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ქალის ორგანიზმი აღდგეს და არც პატარა დაზარალდეს, არც დედა დაზარალდეს ბუნებრივი კვების პროცესში, რომელიც საკმაოდ სერიოზულ შრომას მოითხოვს. არ უნდა დაგვავიწყდეს თეფშის პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ყველა ჯგუფის პროდუქტის გამოყენება, სულ ცოტა 5 ჯგუფის, 5 ფერის პროდუქტის ჩართვას, მიუხედავად დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენისა, რომ ბავშვს გაზები რომ არ ქონდეს, დედამ ეს პროდუქტი არ ჭამოს, ბავშვს დისკომფორტი რომ არ ქონდეს, დედამ აუცილებლად უნდა შეზღუდოს კვება, თანამედროვე მედიცინა გვეუბნება, რომ ეს მიდგომა არასწორია. უფრო მეტიც, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ გაზრდილ ენერგეტიკულ დატვირთვაზე, როდესაც მელოგინე ქალს სულ ცოტა 300, 400, 500 კილოკალორიით უნდა გაუზარდოთ ენერგეტიკული დატვირთვა. ანუ უფრო მსუყე უნდა იყოს, ოღონდ არა დამატებული ცხიმების ხარჯზე, ან დამატებული შაქრების ხარჯზე, არამედ იმ კომბინაციის წყალობით, რომელშიც გადამწყვეტი როლი აქვს ცილას. დიახ, დედა მთელი ორსულობის მანძილზე ხარჯავს უამრავ ცილას იმისთვის, რომ საკუთარ სხეულში გამოზარდოს თავისი შვილი. შემდეგ მშობიარობა, რომელიც ძალიან სერიოზული დატვირთვაა და გამოცდა დედისთვის და რასაკვირველია ბავშვისთვისაც. თუმცა ორსულობის შემდგომ, მშობიარობის შემდგომ ლაქტაციის პერიოდი ეს არის კიდევ უფრო რთული სამუშაო, რომელსაც ასრულებს ქალის ორგანიზმი და ასეთ შემთხვევაში ცილაზე მოთხოვნილება ყოველდღიურად იზრდება, რადგან ცილამ უნდა შეასრულოს ორგანიზმის აღდგენის, ბავშვის გამოკვების და სასიცოცხლო ფუნქციების შესრულების ამოცანა. აი, ასეთ შემთხვევაში გაზრდილი მოთხოვნილება ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ ცილოვანი კომპონენტებით. მე ვთხოვ, რომ დააბრუნო ცილოვანი კომპონენტების სლაიდი და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მცენარეული ცილა, მოდით შევავლოთ თვალი ცხოველურ ცილას და ასეთ კომბინაციაში ჩვენ დავინახავთ, რომ საკვების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს ცხოველური ცილითაც, შემდეგ ვნახავთ მცენარეული ცილითაც, როგორ ხდება ქალის ორგანიზმის შევსება აუცილებელი ამინომჟავებით. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს თეფშიდან გაიხსენეთ ბოსტნეულის როლი, როგორც მცენარეული ბოჭკოს წყარო, ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ხილის, მარცვლეულ ბურღულეულის და ყველა ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემი ერთ დასახერებულ მცენარეულ ბოჭკოსაც, ვიტამინებსაც და მინერალებსაც ატვრის ორგანიზმს, განსაკუთრებით ამ ჩამონათვალიდან ქალებს სჭირდებათ, მელოგინე ქალებს პროდუქტები, რომელიც სწორად შერჩეული ცხიმებით არის დატვირთული და არა დამატებითი პროცესირებული ცხიმებით და ნაჯერი ცხიმებით, რომელიც მხოლოდ ზიანს მოუტანს ქალის ჯანმრთელობას. ორი მინერალი მინდა გამოვყო მელოგინე ქალის ცხოვრებაში. ეს არის კალციუმი, რომლის შევსება მას სჭირდება ინტენსიურად, რადგან რძის შემადგენლობაში კალციუმი უზარმაზარ ადგილს იკავებს და ეს შეიძლება ქალს კბილების და ძვლების გამოფიტვად დაუჯდეს. კარგად გამოკვებილი პატარა შეიძლება იყოს ტოლფასი პრაქტიკულად გამოფიტული დედის. ამიტომ კალციუმის შევსება, როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით, რასაკვირველია რძითა და რძის ნაწარმით, ასევე მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით, რომელიც შეიძლება იყოს დამხმარე და კარგი შემავსებელი და კიდევ ერთი კომპონენტი, რკინა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რკინის დანაკარგი მთელი ორსულობის დროს მაღალი იყო. რკინის დანაკარგი მაღალი იყო მშობიარობის დროს და რკინის დანაკარგი არის რეალური ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ რკინის შევსება მარტო ხორცით არ ხდება. რასაკვირველია ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან მაქსიმალურად მეტი რკინა მიეწოდება და მაქსიმალურად კარგად შეითვისება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს კომბინაცია მცენარეული წყაროებისა, რომელშიც ისპანახიც არის ნაგულისხმევი, გამომშრალილობიოც და მაგალითად სხვადასხვა სახის ჭირი. და ეს ყველაფერი ქალის ორგანიზმს
ორგანიზმში, რომ სათანადოდ შეითვისოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, სათანადო ადგილი დაიკავოს ქალის ნივთიერებათა ცვლაში, წაადგეს მის ჯანმრთელობას და ახალშობილის ჯანმრთელობას, აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ ქალის ორგანიზმში არის მიკროსამყაროს წონასწორობაც. იმ მიკროსამყაროსი, რომელზედაც გადაცემის დასაწყისში უკვე გითხარით, სადაც დედის მიერ რძეში გადატანილი ბაქტერიები ნაყოფის და შემდეგ უკვე ახალშობილის ნაწლავში ქმნის ამინს და აყალიბებს ახალ სახელმწიფოს, რომელიც ძალიან ჰგავს დედიკოს სახელმწიფოს. და თუ ამ ნაწლავის წონასწორობაზე ვიზრუნებთ, რასაკვირველია, მცენარეული ბოჭკოს როლი მნიშვნელოვანია. ჩემი მიერ დასახელებული ყველა კომპონენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წონასწორობა, იმიტომ რომ ყაბზობის პრობლემის თავიდან აცილებას,თან ერთად ჩვენ ვლაპარაკობთ ფსიქოემოციურ წონასწორობაზე, რომელშიც კონკრეტული ნახშირწყლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეგობრულად განწყობილი ბაქტერიების დასანაკრებლად და ბედნიერ დედას ძალიან სჭირდება ბედნიერების ჰორმონი სეროტონინის სახით, რომელიც სწორედ ნაწლავიდან საკუთარ სიგნალებს აწვდის დედას იმისთვის, რომ კიდევ უფრო ბედნიერი და ხალისიანი იყოს საკუთარ შვილთან ურთიერთობაში. მე დღეს ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დედის დღეს, რადგან თითოეული ჩვენგანი შვილია და დედობის დღესასწაული და დედის დღესასწაული, დედის დღე თითოეული ჩვენგანისთვის არის ნამდვილი ზეიმი. ნახვამდის დღეგრძელობას გისურვებთ.